მოგესალმებით. გამარჯობათ, ეს არის გადაცემა გეიზერის მეოთხე გამოშვება, მე გახლავართ ბაჩო ოდიშარია. მე დავით ფორველონია. და დღეს გესაუბრებით კინემატოგრაფში მუხტარ მნიშვნელოვან მოვლენებზე. პირველ რიგში ვისაუბრებთ ახალ ტრეილერებზე. ყველაზე მთავარი მოვლენა ამ კვირაში, გასულ კვირას იყო ალბათ Guardians of the Galaxy-ის ტრეილერი, რომლის რეჟისორია რომლის სახელიც არის ჯეიმს განი. და ეს როჟა არის მასტიან რომლის შესახებაც არაფერი ფილმი არა გადაღებული, ქონდა ესეთი პროექტი რომელსაც ქვია PG porn. სადღაც ანუ იღებდა ამ PG porn-ში იყო ესეთი 5 წუთიანი ფილმები, სადაც ხდებოდა გაშარჟება პორნო ინდუსტრიის. ჩვეულებრივ იწყებოდა რაღაც ზოგადად სტერეოტიპული პორნო როგორც იწყება ხოლმე ისე, რომ სექსის მაგივრად ხდებოდა ყველაფერი დარჩენი რაღაც ეთყობა იმდენად კარგად შვებოდა ამ საქმეს ეს კაცი რომ მე რაც მაქვს ნანახი ყველაფერი ძალიან სასაცილო იყო, კაი როჟა იყო ეს ჯეიმს განი და ეს სადებიუტო ფილმზე რატომღაც მიცეს Guardian Marvel-ის ესეთი ერთ-ერთი ყველაზე სადაც ჰოლივუდში ბოლო დროს შეუცნობარი არის ვის რაც აძლევენ, მაგრამ ტრეილერში ჩანს რომ საკმაოდ სახალისო, კარგი ხიარულება და კარგი ექშენი გველის. მე მგონი საერთოდ ყველაზე სასაცილო Marvel-ის ფილმი შეიძლება იყოს. ანუ პერსონაჟებს რომ გადავხედოთ, რომ შესახებ არის იგივე მეინსტრიმულმა მაყურებელმა არ თქვის არაფერი არის, მეც არაფერი არ ვიცოდი Guardians of the Galaxy-ზე, სანამ ამ ფილმს დაანონსებდნენ. მაგრამ საკმაოდ კარგი რაღაცა ჩანს, თავი გმირიც რაღაც არასტერეოტიპული არის და ძალიან ველოდებით. მნიშვნელოვანი რაც არის Guardians of the Galaxy-თან დაკავშირებით, ანუ Marvel-ის ფართოდ ყველაზე ნაკლებს ცნობადი პერსონაჟები სავსე ფილმი არის. და არ უკავშირდება არც Avengers-ს და ზოგადად არც ერთ სხვა Marvel-ის სამყაროში ხდება, სადაც Avengers-მა პერსონაჟების crossover-ი დიდად არ არის ამ პერსონაჟებთან, ამ ფილმით დააკავშირებენ Avengers-ს, მაგრამ ანუ მოკლედ კომიქსების სამყაროში არ არის Marvel-ის ისეთი მნიშვნელოვანი კომიქსი, რომ მასზე გაეკეთებინათ ესეთი major film. ხო, უცნაურია რატო აირჩიეს ეს, მაგრამ ალბათ რაღაც ახალი საერთოდ იმიტომ რომ იმდენად ბრავალფეროვანი პერსონაჟები არიან, მთავარი პერსონაჟები და იმდენად სახალისო არის თვითონ პლოტი და ის თუ რა პერსონაჟებიც არიან. მთავარი პერსონაჟი არის ხე, რომელიც მარტო ამბობს გრუც. ხო, რა ჰოდორის პონჩი მთავარი პერსონაჟი არის, რომელს დიზაინერი რატომღაც ახმოვანებს. არის მთავარი პერსონაჟი სკუნსი, ლაპარაკე, როკეტერი ქვია და ზაც ექშენსენებში მთავარი როლი უჭერს ტრეილერში ყველა სანახაობრივ მისი ავტომატიდან რაც როლი თქვა. არის Star-Lord, რომელსაც არავინ არ იცნობს. ხო და როგორც Star-Lord-ს მარტო თვითონ აღიარებს Star-Lord-თან, რაც ისეთ პოდერას Jack Sparrow კაპიტან Jack Sparrow-ს ეძახის თავისას და არავინ რო არ იცის რომ ის რეალურად კაპიტანი არის რა. არის კრატოსი, რომელსაც ვიღაც wrestler-ი როჟა თამაშობს და არის ზოი სალდანა, რომელიც არის ისევ ავატარიდან გადმოცემული, ოღონდ ამჯერად არის მწვანე მუტელი, არის უცხო პლანეტელი, მე ძალიან შეიზარდა სტერეოტიპი უცხო პლანეტელი. კარგი არის ეს ახალი პერსონაჟი, იმიტომ აღარ ჭირდება Marvel-ს ახალი სიცხლე, იმიტომ რომ ყველაფერს უკვე მინიმუმ 2 სერია აქვს, უკვე მე-3-საც იღებენ, ანუ Thor-ი, America, Iron Man-ი, Avengers-ს მეორე გადაიღებენ და ჭირდება ახალი სიცხლე და ეს სავარაუდოდ თუ კარგად გამოვიდა ეკრანიზაცია და ჩანს რომ სავარაუდოდ კარგად გამოვიდა, მაშინ ბევრი ახალი პერსონაჟი ეყოლება და ექსპერიმენტებისთვის შეიძლება კიდე ახალი გაიზრდება კიდე Marvel-ის სამყარო. და რაც შეეხება რეჟისორს, ანუ რეჟისორის სად პლუსი კიდე ის არის, რომ კასტი შეარჩია არა მეინსტრიმ მსახიობებიდან და შეარჩია ისეთი, რომელიც საბოლოოდ შეძლებს, რომ სანახაობა შექმნას. იქიდან გამომდინარე, თავი პერსონაჟი მე მყავს მეორე ხარისხოვან როლებში სულ დანახი, რომელსაც თამაშობს. მე მგონი ან community არის ან Park and Recreation-ს ვერ უხსენებ, მაგრამ ყოველ ვიღაც საქონელს თამაშობს, რომელიც თავი სიხარული ამბობს, აი ჭამა. ხო, ეგეთი როჟა იყო, თან ამ ფილმისთვის დადგა, აზმაების უკანი იყო. ანუ ბრედლი კუპერის და ვინ დიზელის voice acting-ი არის მისასალმებელი და ბენისიო დელ ტორო, რომელიც ვილანს ითამაშებს, ანუ მოკლედ კასტი კარგად არის შერჩეული, პერსონაჟი CGI-ს კარგი არის, ფილმში რაც უნახეთ, კარგად არის ხორცშესხმული თავი პერსონაჟები და სავარაუდოდ წლის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გასართობი ფილმი უნდა გამოდგეს Guardians of the Galaxy. ყოველ შემთხვევაში ამ დიდი იმედი გვაქვს.
ბარემ თუ Marvel-ზე ვლაპარაკობთ, მაშინ Doctor Strange-ს გადავიდეთ. Doctor Strange-ზე აპირებენ რომ გადაიღო ფილმი, რომ თავარ როლში იქნება ჩვენი საყვარელი. არ იქნება, გადაწყვეტილი არაა რომ ჯონი იქნება, მოიაზრება თავ კანდიდატად, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ არ დამტკიცდება Doctor Strange-ის როლზე ჯონი დეპი. ვინ გაგისტორდებოდა შენ ისე? მე ზოგადად Doctor Strange ახლოს არ ვიცნობ მაინდა-მაინც, ვიცნობ უფრო მუდმივ გავსობრი კომიქსებიდან, Spider-Man-თან crossover-ოთ ხონდა და სხვადასხვა ანუ ფიზიკურად წინამორბედი არ ვიქნებოდი, რომ ყოფილიყო ჯონი დეპი, იყო ჯონი დეპი 15 წლის წინ. ანუ დღევანდელი ჯონი დეპი საერთოდ არაფერში არ გამისწორდება, რაც უნდა იყოს რა. და სხვას მაინდა-მაინც ვერ მოვიაზრებ ხა, იმდენად არ ვარ ამ პერსონაჟთან სიმპათიები გაწყობილი, რომ მეკითხა, ვინ ითამაშებდა კარგად. შენ? აზია რომ ბიჭო რაღაც ისეთი ცოტა ისეთი პერსონა ისეთი მსახიობი ჭირდება რა ლათინოსის გარეგნობის ხო და დაბოზარი ისეთი წვრილი მუსტაში აქვს და ნუ წარ გრინგოროჟა რა ნახა კომიქსებში რა და ბიჭო არ ჯონი დეპი ვინე ძალიან არა რა თანაბი ისეთ ხნიერი მამაკაცი ჭირდება რა ერთი 40 წელს ზევით და ვინ შეიძლება და აი არ ვიცი ხა ესე მე მოვიფიქრობდი როცა ვიფიქრებ თამაზე მე გავაკეთებ თამაზე და ხო რეჟისორად მოიაზრებიან ორი სამი ადამიანი მოვიაზრებიან ჯონათან ლივაინი რომელიც არის რეჟისორი 50-50-ი 50-50 რომ ძალიან კაი ფილმი არის მაგრამ მის მოვკინა ბადის რომელიც დიდად ზომბების კომედია რომელიც იმის გათვალისწინებით რომ ციგნი იყო ძალიან საყვარელი გასართობი რაღაც ფილმი ის ვერ შეძლო და გამოვიდა უბრალოდ იდიოტობა, რომელიც არც ასაცილო აღმოჩნდა საბოლოოდ და რომელშიც არც ექშენი იყო, ძალიან სულ CGI იყო. მეორე რეჟისორად მოიაზრება ნიკოლაი არსელი, რომელიც თუნდაც იმის პირველი ჰოლივუდური ფილმი იქნება Doctor Strange, იმიტომ რომ არამდია გადაღებული Royal Affair. რომელიც საკმაოდ კარგი შეფასება იყო. ევროპულ კინოში მუზიცირებს მოკლედ. ხო, სანდერსო არჩევანია ორივე. ხო, კაია რომ ვიღაც ესეთი მაიკლ ბეიროჟა არ მოყავთ და მესამე რეჟისორად ეს მოიცავება მაგ ენდრიუ, რომელსაც გადაღებული აქვს ბრეივი ანიმაცია. და ნახოთ. პირველი ის იქნება გამოცდა თუ ის ამისა, მისი მხატვრული. და ანიმაციიდან მხატვრულ ფილმს გადასვლას ყოველთვის კარგი შედეგი მოყვება, იგივე მარსის ჯონათან კარტერი თუ რა იყო, მაგის ხო პიქსარის რეჟისორის გადაღებული არის, მაგრამ მეორე შემთხვევა, როდესაც კარგი შედეგი მოყვა, ბრედ ბერდი, რომელმაც გადაიღო საუკეთესო შემსრულებელი მისია. რომელმაც მანამდე გადაიღო პიქსარის ერთ-ერთი ყველაზე კარგი პროექტები. Incredibles არის მისი და Incredibles ხო. Ratatouille და Iron Giant. ანუ 50-50-ზე აქაც რა როგორ მოხდება. ნუ Marvel-ს მივანებოთ თავი ცოტა ხანი, გადავიდეთ. Marvel-ს დაუბრუნდებით, ოღონდისა ცოტა ხანში. ხო, ანუ შორს არ მივდივართ. მანამდე ვეტყვით კიდე ისე ტრეილერს რომელიც ნახეთ და მოგვეწონა, ის არის 22 Jump Street-ი. 22 Jump Street, რომელიც გაგრძელება არის 21 Jump Street-ის. როგორც ჩვენ Facebook-ზე ნახავთ ჩვენი საყვარელი სუქნის და დაკუნთულის ტანდემი, რომელიც პირველი სერია გვიყვარს ძალიან სასაცილო ფილმი გამოვიდა. თან იმის გათვალისწინებით, რომ პირველ წყარო ქონდა ეს თინეიჯერული ყლე პოლიციური სერიალი და ჯონ დეპი მუსიცირებდა. და სხვაშორის ჯონი დეპის საუკეთესო როლი იყო ბოლო წლების განმავლობაში 21 Jump Street-ის კამეო, იმიტომ რომ რაც ყველაზე მეტად გამისწორდა ჯონი დეპი მან. და ჯონა ჰილის და ჩაინგ ტატუმი არიან ადამიანები, რომელსაც აქვს ძალიან დიდი არსენალი ხუმრობების, რომელსაც სცენარში გაწერილი ხუმრობის გარეშედაც შეუძლიათ რომ მე ჩაინგატომი პირველად რეალურად დავაფასე ამ ფილმში. ანუ მამდე არ მეგონა რომ მას ჩემში რაღაც ემოციების აღძვრა შეეძლო როლი იყო. აი ტიპი გაიჩნდა. და I want it all churning all over you. Exactly. ხო და 22 Jump Street ტრეილერი ძალიან სასაცილო ჩანს, გვიბრუნდება აბსოლუტურად ყველა მთავარი პერსონაჟი, Ice Cube, ჯონა ჰილი და დატუმი ოღონდ ამჯერად უნივერსიტეტში გადაინაცვლა და 21 Jump Street-ი დაეხურა რაღაც ქუჩაზე სხვა რაღაც გაკეთდა, ამიტომ გადადიან 20 ქუჩაზე და ხო ამით აიხდება სულილება და სხვა ტრეილერი როგორ ჩანს Ice Cube უფრო ჩართული იქნება. მე მაინც Ice Cube არ მიხარია სიმართლე მოვიტყვა, ანუ არავითარ ემოციებს არ ხედავს. ჰიუმორიზნობაც მაინც მე ვინაიდან რადგანაც მიყვარს Ice Cube NWA-ს Ice Cube რომელსაც solo hip hop არტისტი რომელსაც პატივსცემდა Death Certificate მისი ალბომზე აქედან გამომდინარე მიხარია ხოლმე როცა Ice Cube-ს რაღაც კაი პროექტში ხედავ და თან ანუ
მისი ეს სტერეოტიპული ბედეს ზანგის ბაზარის მევასება რა. სურო იჯბევინება და სურო თესლი როჟა არის. ანუ ხა მე 3x თვაში მაგალითად იყო ბაზარი. ნუ შენ და Ice Cube-ს დიდი ისტორია გაქვს და მაშინ კიდე გასაგებია. ხო და თან ანუ კარგი ჩემს კარგი არის ის რომ Ice Cube-ის როლი გაიზრდება, როგორც ტრეილერიდან ჩანს და სანახაობრივად უფრო კარგი იქნება, იმიტომ რომ ექშენის მხრივ დაემატება მესამე შემსრულებელი პირი ჯონა ჰილს და ჩანინგ ტატუმს და სავარაუდოდ იქნება აგრეთვე ძალიან სასაცილო და მოლოდინი გვაქვს რომ პირველი სერიის კალიბრის გამოვა და არ იქნება ჰენგოვერივით გადაბღერება ერთი და იგივე ყლეობის. შემდეგი ფილმი არის ახალი თრილერი, რომლის თავ როლში თამაშობს ტომ ჰარდი. ფილმი ლოკი. ფილმი არის ტრეილერი რაც დაიდო არის ხდება ტრეილერში მხოლოდ ის რომ ტომ ჰარდი ზის საჭესთან. მე არაფერი არ ხდება. და მე მგონი მაგარი გერმანული აქცენტით საუბრობს. ხო და ძალიან უცნაური აქცენტით და უცნაური ხმის ინტონაციით საუბრობს. მისტიურია ყველაფერი. ანუ რა შეიძლება ვთქვათ ტრეილერზე რომელშიც ვნახეთ მარტო როჟა საჭესთან რა. ანუ იგივე დუხშია რაც ბერი დრო იყო. ფილმი სადაც რაიან რეინოლდს კუბოში არის მთელი ფილმის განმავლობაში, ანუ მაგ დუხში არის, არ ვიცი ხა. მთელი ფილმის განმავლობაში საჭესთან იძლება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ თუ ესეთი იქნება, ალბათ ძალიან გაუჭირდება რეჟისორს რომ engaged იყოს მაყურებელი ფილმთან, იმიტომ რომ რაც შეძლო ბერიდმა მაგალითად რომ რაღაც არ მოგაბეზრა თავის რო რაც ჩაჭერდა. მან ვინა კოლოსტროფობის სიტუაცია იყო, მანქანაში ჯდომა მაინდა-მაინც ძალიან ყოველს დაძაბული. ხო, ანუ მოკლედ თავის სიუჟეტი უნდა იყოს მაშინ მიმზიდველი, რომ ფილმი არ იდგეს მთლიანად ტომ ჰარდის პერფორმანსზე რა. ანუ ეს არ არის სიტყვაზე რაც ფიდ რეისერი, სადაც ემილ ჰირშის მიმიკები მანქანის საჭესთან ბალანსდება იმითი, რომ ირგვლივ მიდის რა წარმოუდგენელი სანახაობა რა. ანუ ვერაფერს რო ვიტყვით ფაქტურად ტრეილერიდან გამომდინარე. ხო, ტრეილერი გამომდინარე შეგვიძლია იმის თქო, კარგი დუხში კი, ატმოსფერული ჩანს და იმედია რომ კარგი ტრეილერი იქნება, რომელიც შემოგთავაზებს სიუჟეტურ განვითარებას, რომელიც მიგაჯაჭვობს ეკრანთან და ნუ ტომ ჰარდი სავარაუდოდ დადებს კარგ პერფორმანსს, როგორც ჩვეულებრივია მას. და ბოლო პროდუქტია ტრეილერი, ისე უბრუნდებით Marvels, ეს იქნება Fantastic Four is reboot-ი. ხელახლა იწყებენ პროექტს და დაამტკიცეს მსახიობები, 4-ვე მთავარი პერსონაჟი. რომელსაც ახლა გეტყვით, როგორც კი რეჟისორი ვიცით? კი, Chronicles რეჟისორი. ხო, რეჟისორი არის ძალიან კარგი არჩევანი, სხვა შორის Chronicle გახსოვთ ალბათ. ჯორჯ სტრენგი არის რეჟისორი. ჩაჭრილი ფილმი იყო მეგონი. დინდენ დეჰანი საიდანაც გამოიბრძბედა და მოკლედ ეს ადამიანი რომელიც ძალიან კარგად მოახდინა ის რომ 1000 ჯერ გადაღეჭილი handheld კამერით გადაღებული ფილმი სადაც თან სუპერ იდეაში სუპერგმირების თემატიკაზე ხო რომელშიც ამ ფილმმა არანაირად არ ახსნა საიდან მოიპოვეს მათ ეს ძალები არ იყო ეს ატომი ხო ლოგიკას არ ექვემდებარებოდა არაფერი და არც მოითხოვდა მაყურებელს სავარაუდოდ იმას რომ ლოგიკურ ახსნა ყოფილიყო იმდენად კარგი ექშენი შემოგთავაზა რეჟისორმა ფილმში შესაძლებელია ამას იგივე ველოდებით Fantastic Four-დან და იდეები არ გაიმეორებს იმ აბსურდულ იდიოტიზმს რაც ხდებოდა მის პირველ და მეორე სერიაში და ჯესიკა ალბა იყო უშთვალება ქირა მუტელი რომელიც არც კი არ შიშულდა არ მინდა და ძალიან კარგი არის იმიტომ რომ ანუ ჩემი საყვარელი მარა და კეიტ მარა თამაშობს Sue Storms და იმედია ის მაინც გაიქცის ნუ ცოტა ანუ ახლა უცნაური არჩევანია ძალიან სამხიობებზე ახლა რო უყურებ ნუ მარას ძალიან ახალგაზრდული კასტი არის ალბათ ყველაზე უცნაური არის იგივე სპაიდერმენის მიდგომას აგრძელებენ სპაიდერმენი ისეაც თავისი ანუ კვინტესენციით ახალგაზრდა ყოველს ახალგაზრდა ნერდი პერსონაჟია მაგრამ აქ რიდ რიჩარდს თამაშობს ეს ვინა საერთოდ ეს ბიჭი მაილს ტელერი მაგარი ხუი რომელსაც რაღაც მე მგონი პრიშიკები ახალი გასული აქვს საერთოდ სახელზე შეხედეთ ის თინეიჯერული კომედია რო არის რა აი 22 and over რა და Project X ნუ ხო ეს ერთი შემდეგ The Things ანუ ჰაკის მაგვარ არსებას თამაშობს ჯეიმი ბელი რომელიც არის რა გამხდარი ბრიტანელი ბიჭი რომელსაც აქვს ბილი ელიოტში ნათამაშე ბალერინა აუ ადამიანი არის რომელიც კი არა არის რაღაც ყლეობა რა Wizard of Oz-ში უნდა მიცენ იმის როლი რა ჩუჩელის რა ქვია დედამოწყობს აუ ჩუჩელა ხო რა
და ჯეიმი ბელი რა ვაფშე რო სტინგ არ არის რა და ანუ მისი ტრანსფორმაციამ რაც ხალხურ პერსონაჟად არ ამგონია მე თავდაპირველად მეგონა რომ ყველაზე დიდი ამბავი იქნებოდა რომ Human Torch-ის სახიობს შესრულება იქნება შავკანიანი, მაგრამ ახლა რომ გადავხედე ამ კაცს ყველაზე ნაკლებად გასაკვირი არის Human Torch-ი. ანუ რიჩარდსის და Ben Grimm-ის ანუ Sting-ის პერსონაჟის სახეობა ბევრად უფრო უცნაური არის, მაგრამ მეორე მხრივ რადგანაც ვიცით ეს რეჟისორი ვინ არის, დაიწყებოდი რომ რაღაც საინტერესო მაინც იქნება. აქ პაჰოდ უცნაურობა ის რომ ზანგი არის ჯონი სტორმი და Human Torch-ი. კეიტმა რომ ვოშ ხალი რომ ასულობთ Invisible Woman უკვე მიკვირს იმ ტრანსგენდერი რომ არა იყვანს ან კაცს. ჯონი სტორმი ზანგი არის, ზანგი იქნება მაიკლ ბი ჯორდანი, ადამიანი რომელიც Fruitvale Station-ში საკმაოდ კარგად ითამაშა. საკმაოდ კარგად ითამაშა და გაცნო ფართო აუდიტორიას საკუთარი თავი. და ანუ გასაკვირი რატო არის ის რომ არჩიეს ზანგი. Sue Stormy და Johnny Stormy არიან და-ძმა. და იქიდან გამომდინარე რომ კეიტ მარა არის თეთრკანიანი და მაიკლ ჯორდანი შავკანიანი, როგორ უნდა აიხსნას მათი ნათესაური კავშირი არ ვიცი, ალბათ რაც გერი და-ძმა იქნებიან. ანუ ჩვენ ასეთი ვერსია ქონდა რომ იქიდან გამოყვანილი აქ ბავშვებთან თავშე საფარიდან აიყვანეს შობლება და ერთად გააზარდეს და გვარი მიცეს. არ ვიცი რაღაც მოიქნებენ. ნუ არ ვარ წინააღმდეგი რომ ესეთი რაღაც გახორციელდა. იმიტომ რომ წინა Fantastic Four-ში ერთადერთი მე საერთოდ Thor-ში ყველაზე მაგრა იმდალის შავკანიანი პერსონაჟი მომწონს. და კარგი არის კასტინგი პირველთან შედარებით, იმიტომ რომ პირველში ერთადერთი კაი როჯა ვიც იყო კრის ევანსი, რომელიც საუბრობს Human Torch-ს და აქ იდეაში კეიტ მარა ძალიან კარგი Invisible Woman და იყოს, იმიტომ რომ ჩემს ერექციას ძალიან კარგად ანუ ჩვენ აქ ვიყობთ მე უფრო რუნი მარა ვიყვარს ბაჭოს ჩემს ყოველგით მარა და არის კეიტი და დაცოსი რუნი. ხო და მოკლედ ანუ სავარაუდოდ კარგი პირი უჩანს Fantastic Four-ის გადატვირთვას და დიდი იმედი გვაქვს რომ არავინ არ ჩააჯოს ფილმში და მექშენი მაინც იქნება სანახაობრივი და არის ეს პროექტი მოწოდე როდის გამოდის შევხედოთ საერთოდ Fantastic Four-ის. მეგონი უნდა იყოს 2015 წელი ან 16 მარტი. 2015-ში არის, 2015-ში ძალიან ბევრი რაღაცა გვაქვს. დაჭედილი წელი, უკვე ბლოკბასტერები დაჭედილია აღარ. ერთ-ერთი ისა რომ ის Superman და Batman აღარ გამოვა 15-16-ში გამოვა, არა გამოვა Avengers-ები 2 და ყველა ფილმს მოუთხრავს გამჩენს. ახლა ტრეილერებს მოგში საუბარს გადავიდეთ ბაფტაზე. ანუ ეხლა იქნება თავარი ყურადღება გამახვილდება ბოლო კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენად რაც იყო, სარაბოს გარები იქნება, მაგრამ მე ვცდილობ რომ თავი შევიქციოთ სხვა კინოფესტივალებით და ერთ-ერთი ბრიტანული კინოდაჯილდოება ყველაზე მნიშვნელოვანი ბრიტანული კინოდაჯილდოება BAFTA რომელზეც მოხდა მაგარი ყლეობები. ძალიან ბევრი. დავუწყოთ კი რომ პირველი ყლეობა Dallas Buyers Club-ის საერთოდ არ იყო ნომინირებული არც ერთ ნომინაციაში, არც Matthew McConaughey-ც კი არ იყო ნომინირებული, ესეთი ყლეობა. სული გაუგებრობა არის. ხო, ანუ საერთოდ არც ერთი ნომინაცია არ მიცეს Dallas Buyers Club. და ამის გათვალისწინებით რომ Matthew McConaughey იყო ამოვარდნილი ნომინანტებიდან ყველა ცუდი ის ხდა რომ ეს Matthew McConaughey არ ყოფნა არ შეუსია არც ერთ კარგ პერფორმანსს არ ყოფილა იქ არც ხოაკინ ფენიქსი მისვაგივრად და არც ოსკარის საქსი ისაი ლუი დევისი და მისვაგივრად და ზიგავდა Tom Hanks წარდგენილი არის საუკეთესო როლის შესრულებლად წარდგენილი იყო Tom Hanks-ი და დარჩენი იგივე რაც ოსკარზე არის. თავი საუკეთესო როლისთვის BAFTA აიღო Chiwetel Ejiofor-მა, რაც იყო სირცხვილი. მაშინ როდესაც წარდგენილი იყო Leonardo DiCaprio Wall Street-დან, Christian Bale American Hustle-დან. ნუ ამ გადაწყვეტილებას მარტივად ხვდებით ჩვენ რატომაც ხდება ეს? უფრო მარტივად ვიხდებოდი ოსკარებზე, BAFTA-ზე ცოტა უფრო ოსკარებზე იყო უკვე ეს. ოსკარებზე მოხდა ეს უკვე როდესაც Denzel Washington და Halle Berry შავკანიანი ტრიუმფი მოახდინეს. და აი ეგ სვეჩი ეგ წელი იყო რომ პროსა რახაც დააგები იყვნენ იმიტომ აი მართლა ეგ იყო რა ნუ იმის გათვალისწინებით რომ ბაზარია დეზოლაშტო ძალიან კარგად თამაშობს ტრეინინგ დეიში აუს ოფ არის მაგრამ აი ჰოლი ბერისთვის ოსკარის მიცემა იყო მაგარი ყალეს აქციელი რა და ნუ იმ მოტივით იმ კეთილი მოტივით შეიძლება გამართლება ხოლმე რომ რა პატივის წეს რასას არ მომდო საით ვიდეოს დაუბრუნდეთ უკვე სხვა ფილმებზე საუბარს მოკლედ Chiwetel Ejiofor-მა აიღო არაფერში BAFTA და თავის ფიჩში რომელიც იყო ძალიან მოსაწყენი განაცხადა რომ მადლობელი არის Steve McQueen-ის
რომ ეს BAFTA ეკუთვნის სტიუბაქის, მაგრამ იხუმრა მან რომ ისეთი როჟაა რომ ამას BAFTA-ს თვითონ იმას არ მიცემს და თავისთვის დაიტოვებს ეს ხუმრობა. და მადლობა გადაუხადა სადაც ერთი 50 ადამიანს, ყველა მთელ cast, crew-ს, დედას, მამას, რავი ღმერთს, ყველაფერს გადაუხადა მადლობა და გამორჩა ბრედ პიტი. როცა ბრედ პიტი და მაიკ ფასბინდერი იჯდა გვერდი ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმაც კი მიულოცა, როცა წამოდგა შევეტელაჯეფორა, რაღაც ბრედ პიტი Tesla ტარს უკრავდა ღიმის ეხა ელოდება, რომ აი ხა რაღაც განსაკუთრებულ მადლობას მომიხდი საოდნე, იმიტომ რაღაც ფილმის პროდიუსერი ვარ და რაღაც ისეთი როლი მაქვს, როდესაც რაღაც ამის მონობას მე ვასრულებ ფილმში და რაღაცა რა. როჟო კლეს დაიგდა ბრედ პიტი რა და ყველას ეცნებოდა ბრედ პიტი ეს Tesla ღიმილას ეგეთ რო უკრავს და ეს წავიდა შო ბრედ პიტი გავად მადლობა არ უთხრა რა. მე გამოყლევდა ბრედ პიტი. კარგი, ბრედ პიტის გამოყლევებას გადავიდეთ. ხო, ანუ ეხა მეორე ყლეობა რაც მოხდა. მეორე ყლეობა ის უხდა რომ მეორე ხარისხო მამაკაცი BAFTA იყო ბარხან აბდი, კაპიტან ფილიპსიდან. აქაც ზანგ მაყლე, რომ მეკობრეს თამაშ, ანუ დატვირთვა იმას ზანგზე არ მიდის. ყლეზეა დატვირთვა. უბრალოდ ყლეზეა დატვირთვა. ანუ როჟამ რომელმაც არაფერი განსაკუთრებული არ გააკეთა კაპიტან ფილიპსში გარდა იმისა, რომ თელი ფილმის გავუშვი ბრაზილიანი და იქნებოდა იარაღს, ტომ ჰენქს ემუქრებოდა მოკლით. როჟას მიცემს საუკეთესო მეოხარისხო მაგაზე ჯარდლეტო არის წარდგენილი, იმიტომ და ასე ვასწავლებ საქმეებს და მაშინ როდესაც მაიკ ფასბინდერი და ყველაზე კარგი ნომინაცია რაც იყო მეთ დეიმონი იყო Behind the Candelabra და წარდგენილი. სადაც მეთ დეიმონი თავშობს გეის, რომელსაც ყრავს ლიბერაჩი და მეთ დეიმონის ერთ-ერთი საუკეთესო როლი იყო ეს და რახან ჩასვეს ნომინანტად რა თან TV movie არის და ბაკოჩი მისწავლებელი იყო რომ ნომინაცია მიცეს. რახან ჩასვეს ნომინანტად ბარი მიეცათ რა მეთ დეიმონის ვიტრო ძალიან კარგი არსად არაფერი არ მიცეს მეთ დეიმონს, სულ მაიკ დუგლას მიცეს სადმე თუ რამე მიცეს. ჯიმი კიმელი უჩარჯებს რაღაცას. ეგ ნახოს და ძალიან კარგი ჟესტი იქნებოდა რომ TV movie-ისთვის ძალიან კარგი როლისთვის მეთ დეიმონისთვის მიეცათ. ან ნუ ყველაზე დამსახურებული რაც იქნებოდა მაიკ ფასბენდერისთვის, რომელიც იდეალური როლი შეასრულა 12 Years Slave-ში. აქ დანიელ ბრულის იყო წარდგენილი რაშიდან. მოდი, ამდენი ყლეობიდან ამ სერიის თქვა. ხო, ვიცეს ბარხან აბდის რომელსაც ოსბაგის სპიჩებს უყურე ყველას რა და ბარხან აბდის სცენაზე როვიდა, სასერ 15 წუთის განმავლობაში შვებოდა ამას. ვერ მოიფიქრე ყველას ეს რა იყო, იცი? ჯიბიდან სპიჩი ამოიღო, მაგრამ მაინც საიკითხა შეჭმა კითხვა. მე გამოყალეოდა მას. კარგი, თქვა ვიდ მიიღო დამსახურებლად დამსახურებლად მიიღო კეით ბლაშეტმა, მაგრამ არაფრით არ იქნებოდა რაკლებ დამსახურებლად, რომ მიიღო ემი ადამს, იმიტომ რომ მე ემი ადამს მოხდა როგორც წინა ოსკარის მოხელვაზე აღნიშნე. ნუ მე კეით ბლაშეტ ძალიან მიხარია, კეით ბლაშეტი იყო ძალიან დამსახურებული BAFTA, მეორე ხარისხოვანისთვის ყველაზე კარგი რაც მოხდა BAFTA-ზე იყო, რომ მეორე ხარისხოვანი ქალის როლისთვის ჯენიფერ ლოურენს მიცეს ჯილდო და არა ლუპიტა ნიონგოს რაც მოხდება ოსკარებზე და ძალიან ხო ჯენიფერ ლოურენს რომელიც ესეთი დინამიური ელექტრული როლი შეასრულა ელექტროებული ხო და დამსახურებლად მიიღო BAFTA და ეს იყო ჰაილაიტი ყველაზე კაი რაც მოხდა BAFTA-ზე და რაც მე ახლა რომ უყურებ მის კონკურენტებს რეალურად ნამდვილ იმას ვიწმენ გაუწევდა ახლა თუ გამოიღო ოსკარის ლუპიტა ნიონგოს აძლევთ ხო მაგრამ ეს სხვა რაღაც გამოაძლევენ რაც ერთია ლუპიტა ნიონგოს უი ისა ხო და კიდე ერთი გამოგჩა best actress-ზე არის წარდგენილი Meryl Streep რა ეს უკვე სასაცილო არის ნამდვილად ესე კომენტარს ახალი გავაკეთებ ამას. ნუ რეჟისორზე რა თქმა უნდა ალფონსო კუარონმა რაც სავარაუდოდ გამეორდება ოსკარს. სავარაუდოდ გამეორდება კი არა და აუცილებლად გამეორდება ოსკარს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვაფეთქებთ კოლეგიზეას. თუ აღარ დათება ამ კოლეგიზეას. აბა საქმეში ტარდება. არ ვიცი მაგრამ არ ტარდება. ვინ თქვა რომ არ ტარდება? ბიჭო იგეს კაკრას ანუ ეგ ბაზარი რო იყო რომ არ ტარდება კოდაკის თეატრში ვიღაცამ დაგვიწერა რომ არ ტარდება კოდაკის თეატრშიო და ბიჭო მე ანუ ხოს არსად არ წამიკითხე რომ არ ტარდება რა დავსერჩე შეჭება და ერთი ნიუსიც კი ვერ ნახე რომ კოდაკის თეატრში არ ტარდება დასერჩე რომ სად ტარდებაო ხო ეგ დავსერჩე და არსად არ ეწერა რომ რაღაც შეიცვალა ისა კოდაკი წერი ახლა რა ეხა წერი ახალი ანუ რაღაც სხვა რაღაცა ქვია კოდაკის თეატრს გადაარქვეს სახელი უბრალოდ აუ რაღაც მეორე სახელიცა ნუ ჩვენ მაინც ავარ დაბადებულები ასე რომ ხო კაი ჩვენ მაინც მოკლედ სადაც არ უნდა ტარდებოდეს რავი აი თაწმინდის პარკში რო ტარდებოდეს ჩვენ ვეძახით კოდაკის თეატრს რომ მიშვეულებად რომ კოდაკის თეატრში ტარდება ამდენი ხანია მოკლედ screenplay-ზე იყო კიდე ის რომ რახან და Dallas Buyers Club-ი არ იყო ტარდება Dallas Buyers Club-ს ავარო არც მიცემენ ოსკარზე
აღარ მახსოვს ვის თვალწლებდი ოსკარზე მე. შენ ყველაფერს გრევით თვალწლებდი, მაგრამ ამ შემთხვევაში Screenplay-ზე ვის თვალწლებდი აღარ მახსოვს. მე მგონი ნებრასკას თვალწლებდი. 12 Years Slave არ იყო წარდგენილი ბახტაზე, რაც საკურველებდა რომ ალბათ ოსკარზე 12 Years Slave იქნება გამარჯვებული და ძალიან კარგი რაღაც მოხდა, დამსახურებულად მიიღო American Hustle-მა საუკეთესო screenplay-ისთვის, მაგრამ ეს originals-ზე უაზრობთ ახლა ხო originals რა უნდა 12 Years Slave. ხო, American Hustle-მა მიიღო original screenplay-ზე და არ იყო წარდგენილი Her კიდე რაც მაგარი გლაობა არის. ადაპტირებულ screenplay-ზე მისეს ბრიტანულ ფილმომედას, ნუ ერთი რაღაც მაინც ბრიტანულ ფილმს უნდა წაიღო სახში და ადაპტირებულ screenplay-ზე მისეს მას და არა 12 Years. უი, behind candelabra ყოფილა წარდგენილი კიდევ ერთი მისასალმებელი რაღაც სცენარშიც. და ნუ დანარჩენი იყო ყველაფერი მარტივად, ერთი რაღაცის გამოკლებით, editing-ზე არ მიცეს Gravity-ს და მიცეს Rush-ს. ცოტა უცნაური რაც არის, მე მგონი იმაზე უფრო დიდი ყლეობა ჩვეუდა Edge of Tomorrow თავად მოდეშ ბარხანამდე მეორე ხარისხოვში, იმიტომ რომ Gravity-ს ტექნიკური მხარე და არაფერში არ აქვს სული, არც მათ შორის, არც editing-ში და ნუ იმის გასულ კი Rush-ს ძალიან კარგად დამონტაჟებული ფილმია, მაგრამ როცა ყავს Gravity, უკვე ეხავს რომ არ აძლევ Gravity-ს. დარჩენ ყველაფერი იყო ის რასაც ჩვენ წინასწარმეტყველებთ ოსკარებზე, ყველაფერი აიღო დანარჩენი original music-ზე აიღო Gravity, კოსტუმებზე Great Speed და production-ზე Great Speed. Make-up-ზე მიუციათ American Hustle-ისთვის, იმიტომ რომ არ იყო წარდგენილი Jackass. ნუ ეს არ გამეორდება ოსკარებს, რა თქმა უნდა. ნუ დანარჩენი ყველაფერი აიღო Gravity და უთხოვენ ნოვარ ფილმში Great Beauty-ს მიცეს. რაც იგივე მოხდება ოსკარებზე. ოსკარების სავარაუდოდ დიდი იყო. Hunt-ი არ იყო წარდგენილი? Hunt-ი არ ყოფილა წარდგენილი და წარდგენილი იყო Blues Gomez Color-ი. და ანიმაციაზე Frozen-მა აიღო, დოკუმენტარზე Act of Killing-მა. ნუ ესენი უკვე და დანარჩენი ყლეზე კიდე. და ანუ ეს იყო, ამით დასრულდა ჩვენ BAFTA-ს მიმოხილვა და ბოლოს ერთ საათ ჩვენთვის სასიამოვნო ამბავს დაგელაპარაკებით, ეს არის ის, რომ Jimmy Fallon-მა ჩაიბარა გვიან ღამის შოუს წამყვანობა Jay Leno. ანუ ვინც აძენებს თვალს ამერიკულ კომედიის სცენას, მათთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი. Jimmy Fallon არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი კომიკოსი ამერიკაში და Jay Leno-ს წასვლის შედეგად ის გადავიდა, აიწია 2 საათი წევით, იმიტომ რომ 2 საათი ადრე გადიოდა ხოლმე მისი შოუ და ეხლა არის გვიან ღამის შოუს წამყვანი Jimmy Fallon, რაც უფრო პრესტიჟული არის. ანუ ჩვენი ვანოჯავშის არა, ვანოჯავშში იყო. ანუ მან არის Tonight Show რომელიც არის გაცხობა 10 საათს და Late Night Show რაც არის გადის 12 და ის უფრო თესლია. მან უფრო ბევრი ფული აქვს. ბევრი ფული აქვს. და Jimmy Fallon-ი Jay Leno წავიდა პენსიაზე, ხო, ჯანდაბობდი გზაქონებ, რომ ძალიან დიდი ხანი უკვე ხელში იყო ამასული და ვეღარ აკეთებდა საციგლოს და Jimmy Fallon რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო კომიკოსი დაინიშნა მის ადგილზე და დიდი იმედი ორი გადაცემა ვნახე მხოლოდ ძალიან არც მინახავს რა სეგმენტები ვნახე. სადაც იმ აღებულ კურსს აგზელებს, რომელიც ჰქონდა თავის შოუში. დიდი იმედი ვქო ასეც იქნება, მაგრამ საერთოდ პროდიუსერები დაუნძრევენ იმ ხრივ, რომ მან არ დაკარგოს Jay Leno-ს აუდიტორია და აგრეთვე უნდა შეინარჩუნოს თავისი, ანუ უნდა დაემატოს Jimmy Fallon-ის აუდიტორიას. Jay Leno-ს აუდიტორია და შესაბამისად გაორმაგდეს ეს, მაგრამ როგორ უნდა იყოს ის идеალურ ოქროს შუალედროდ და აკმაყოფილოს კონსერვატორი მოხუცი ვეტერანი ამერიკელები, რომლებიც Jay Leno-ს ზიანძრევდნენ და ის უფრო ახალგაზრდა ლიბერალური ასე პროგრესული თაობა, რომელიც Jimmy Fallon-ს უყურებს, არის იქნება ძალიან. ხო, და ძალიან კარგი იყო, რომ თუ არ გინახავთ ჩვენ Digital Culture-ის Facebook page-ზე დავდეთ, თუ არ გინახავთ ნახეთ აგრეთვე History of Ray Park, ესეთი სეგმენტი Jimmy Fallon-ს და მის ძმაკაც Justin Timberlake-ს, ჩვენ ძმაკაც Justin Timberlake-ს, სადაც აკეთებენ mashup-ს ცნობილი hip-hop ჰიტების, რომელიც აქამდე ხდებოდა სულ 90-იან ტრეკების და ეხლა დაემატა რამდენიმე დეკადის Kanye West-ის და რაღაც კიდევ ვისი ტრეკი იყო. და კიდე გააკეთეს Evolution of Hip Hop Dance, სადაც Will Smith-ი იყო, Will Smith-ი და Jimmy Fallon-ს ეკონდა, ეგეც ძალიან ეს სეგმენტი იყო, ეგეც ნახეთ თუ არ გინახავთ. და პირველ შოუში სადებიუტო როცა გაიხსნა Jimmy Fallon-ის Late Night Show, იყო სუენა ვარსკვლავების, იმდენი A-list სტუმარი ყავდა. ერთ სეგმენტი იყო, სადაც მან გამოაცხადა, რომ ყველის იმ ადამიანს მიმართაო, იცისო, ვისაც მიმართაო, რომელსაც ამეძლო, რომ ვერასოდეს ვერ გავხდებოდ Late Night Show-ს ჰოსტიო და
$100-იო უნდა ჩამოვაბარო თავანიო რა და ამ დროს უცებ შემოდის დენირო კიმ კარდაშიანი, სეთ როგენი, ლინცი ლოანი, ვინ შემოვიდა კიდე სტივენ კოლბერტი ვერა სვენა მოხდა ყველა მოვიდა დაუყარა ყველა $100-იანები რა გამდიდრა ჯიმი ფელონი და მოკლედ რაც ნახეთ ჯიმი ფელონის ახალი შოუდან ყველაფერი თითქმის მოგვეწონა და დიდი იმედი გვაქვს რომ ამ დუხშივე გააგრძელებს და არ გახდება ისევ ბებრების სანტრები მასალა როგორც იყო ჯეი ლენოს შოუ ეს იყო სულ რაც ამ პოდკასტში გინდოდა გვესაუბრა შევხვდებით იმედია მომავალ ვიდრე მესამე პოდკასტიდან მეოთხემდე ძალიან გაგვეწელა დრო და ის ერთი პოდკასტი ცოტა ესა და იმედია უფრო მალე შევხვდებით ვიდრე ეს შუალედი იყო და გეიზერის მეხუთე გამოშვებამდე გემშვიდობებით.